ირანის ისლამური რევოლუცია დაიწყო კასეტებით და არა იარაღით. რუჰალა ხომეინი ირანიდან გაძევებული იყო. შაჰი თვლიდა, რომ თუ მას ერაყში გადაასახლებდა, მარტივად შეძლებდა მის მოშორებას. მაგრამ ხომეინს სწორედ ამან მისცა სისტემაში ნაპრალების პოვნის შესაძლებლობა. ტელევიზია, რადიო და პრესა შაჰის კონტროლის ქვეშ იყო. ყოველი სიტყვა გადიოდა ცენზურას. შაჰის საიდუმლო პოლიცია სავაკი აკონტროლებდა სტამბებს და წიგნის მაღაზიებს. ეს ქმნიდა მთავარ ბარიერს რევოლუციის დასაწყებად. მაგრამ წარმატებულ დიქტატორს კრეატიულობის და ადაპტაციის ნიჭი უნდა ჰქონდეს. ერაყში განდევნილმა ხომეინმა იპოვა ამ სისტემაში სასიკვდილო ხარვეზი. მან გამოიყენა მარტივი ტექნოლოგია, აუდიო კასეტა. ეს იყო ინტერნეტის გამოგონებამდე. ხომეინი იწერდა თავის ქადაგებებს იაფასიან კასეტებზე. ეს არ იყო მოსაწყენი რელიგიური ლექციები, არამედ პოლიტიკური დენთი. ის ადარებდა შაჰს იაზიდს, შიიტურ ისლამში ყველაზე საძულელ ტირანს, რომელიც მუჰამედის შვილიშვილი მოკლა. ამ მეტაფორამ ირანელებს მარტივ იდეა ჩაუნერგა თავში. შაჰი არ იყო უბრალოდ ცუდი მეფე, ის იყო ღმერთის მტერი. ეს ჩანაწერები ირანში მის მხარდამჭერებს ჩუმად შეჰქონდათ. მალავდნენ ხილის ყუთებში, ტანსაცმელში ან პირად ბარგში. როგორც კასეტების საზღვარს კვეთდნენ, იწყებოდა მათი ვირუსული გავრცელება. მეჩეთების სარდაფებში მისი დამჭერები ამზადებდნენ ასლებს. ერთი კასეტიდან დილისთვის უკვე 1000 კასეტა ჩდებოდა. ამ დროს შაჰი ტელევიზიით გამოდიოდა. იჯდა ოქროს ტახტზე, ძვირადღირებულ ტანსაცმელში და ლაპარაკობდა მაღალფარდოვანი სიტყვებით. ხოლო ხომეინის ხმა უშუალო იყო. ის თითქოს პირადად შენ გელაპარაკებოდა, დაბალი ხარისხის, შიშინას ჩანაწერებით, როგორც მამა ან ბაბუა. ეს ხრიკი დიქტატორებისთვის ხშირია. თუ შენ დაიპყრობ ხალხის გონებას, მათი სხეულები თავად გამოყვებიან.